გათენდა. სტუმართ მასპინძლობის ჩვეულება დავარღვიეთ და მასპინძლებზე ადრე ავდექით, რომ განთიაძე ცხელი ყავა დაგველია ამ ჩურჩულივით მშვიდ დილას. Filmები? ერთი ტირე მიხერხი. დილამშვიდობისა. ჩამოვედით თიან აჭარაში, კერძოდ ჩირუხში. სამწუხაროდ ჩვენი დრონი დაიღალა და ხეზე დაждდა. ისვენებს. ამიტომ დრონის კადრები არ გვაქვს. მოკლედ გითხრეს, რომ აქ არის ყველაზე გრძელი ზიპლაინი ევროპაში. დავგუგლეთ და სად არის დოლომიტებში არის რამდენი 3 და რაღაცა და კიდე ანუ იტალია და შვედეთი თუ ამოვაგდეთ ევროპიდან მაშინ ჩირუხი და ჩირუხში იქნება ყველაზე გრძელი ზიპლაინი. ხო, ადვილი არ არის, მაგრამ არც ყველაზე გრძელი ზიპლაინის გაკეთება არის ადვილი. აი, შენ მაგარი ფოტოგრაფი ხარ ის. აი, დგომა რო გიზა. სადაც ზიხარ იქიდან თუ გამოვა კაი სურათი, მაშინ ხო თუ არა ეხა ადექი იქიდან შეხედე, აქედან გადაიღე. შენი თემა არ არის. გამარჯობა ძროხებო. მოკითხვა თბილისელი ძროხებისგან. კი გაგიკვირდათ, მაგრამ დამაბარეს რომ გადმომეცა უცვლელად. ორი მთა გავჩითოთ ასე, გვერდ რო იყოს ერთ თაზე შენ დადგის სახლი, იქით თაზე მე დავდგავს სახლს და ძალიან ახლოსაც რო არ ვიყოთ, მაგრამ ძალიან შორსაც რო არ ვიყოთ რა. შუაში გავაკეთოთ რაღაცა ორი სკამი და ეს გადახურ ფანჩატური და იქ შევხვდებით დილით ყავის დასწალებად ხოლმე რა. და ნიუს პრესით მანდ მოვიდეს ხოლმე. ხო, Washington News-ი, New York Times-ი. საფონდო ბირჟის სიახლეები და ერთი მისამართი მან დავაგეთ. ხო. რა, და ეგ მოცდოთ ხოლმე. Delivery address-ად. მაგრამ ცალკე მოვიდეს. ხო, ეგ საერთო. საფოსტო ყუთი მანდ იდგება ერთი. Amazon-დან რო გამოწერ რაღაცას რომ მანდ მოვიდეს. აუ კურიერს მაგრა ეყარები მე. გააკეთებ გაყიდი. ესეც ბიზნესია. აბა. ესეც ის დაბანა მთაში. რაღაცა გაგახსენდა. ისე ამოიღე. იპოთეკა რო გაგახსენდება. მე მაშინ ამოვიხრებ. კაი ადგილას რო ხარ და ტვინი რო წეს რო უნდა ისვენებდე და ტვინი რო იმებს გიყრის რა. ხაფანგებს რო გიყრის რა. ნუ მოდუნდები.
იპოთეკა, სამსახური, პასუხისმგებლობები. აქვეა ჭინკებს. მოკლედ ფული როცა გაქვს, მე 3 წელი. მე სხვა რაღაცები აქვს. ხო. აი ეს კაის არის რა. კაი მახასიათებელია ფულის. ფული გაძლევს საშუალებას, რომ მიხვდე, რომ სხვა რაღაცები არის თავი. ანუ რომ მიხვდე, რომ სხვა რაღაცები არის თავი, ფული გჭირდება. უნდა კონდეს კი. ტურისტული ცენტრი, კაფე. ნახოთ კაფე თუ ღია არის. და კაფეში კოფე დავლიოთ. აჭარაში მე მგონი კოფეს ვამენ. ზიპლაინი ჯერ ღია არ იყო, ამიტომ დასაშვებად მოგვიანებით დაუბრუნდით. მეს მაინტერესებს ხოლმე ეს შლემი, ანუ იქიდან რომ ჩამოვარდი ჯვარი წერია ყველას და შლემი რა როგორია რა მე გიშურს. ტვინს ეხლა ეს არის ჩემი ძირითადი დაცვა. შენ იქნებ დაწოლილი გინდოდა წამოს. დაწოლილი წამოს ხო? აი სხვანაირია. შენ იქ მოდი ხარ? ნიკოლი, შენ იქ მოდი ხარ? კი, შემოდი. არ მინდა სახით ხვევით, მაგის კაცი არა ვარ. ჯერ ესე ვსინჯავდა. ვარ დავიჭრა ბიჭო. აი ყველაზე დიდი ზომა რაც გაქვს, შლემი ეგ არის. ოკეი, დაჟდა. ამას ვფრთხილდებით, სადმე რომ არ მივატყავთ და სიგარეტს არ ვეწევით ფორმასთან. არის. რა? გაინსტრუქცია. როგორც ავდივარ, ესეთივე უნდა ჩამოვიდე რა. ხოდა თომა დარჩი რა. თუ ამოვარ გურამიდან? ფორმას მაიჩავდი. მომიგეთ ასე არ გამოვა მეც ფორმები თუ შეიძლება გავყო ფორმა მომეცი მე და ფორმები
ასე 2 მეტრაში ვიმხედავ ბავშვი. ელი ბაღნობა აქ გატარებული, მაგრამ იქედა ჩირურგში გედევით, აქედა როცევით. ჩემი სახლი ვეღარ მივაგებთ. და სპორტებს გავყევით რა კაბელებს. და სადაც ჩავედა, ჩემს სოფლიდან ვიყავი დაახლოებით 200 მეტრაში რა. სპორტებს სადაც მიდიოდა. და მაინც იქედა მხარეს გავყევით რა ვეღარ გავიგლიეს. ამოდიოდით ფეხით სამაგოთ და უკან ჩავდიოდი. ეხლა მანქანით ვიღლები. ასაკი არა, უსაფრთხოა. აგერა როა დაინახა ხაძირის ხასარი რა. და მან სწორად ეგაჩი. და როცა ნახეს ვაძოვით, გადმოვიდი და ხაძრებს ვშავდი. ბასად არის. მოყوارზე. ბა, იქიდან ჩანს იქედან. ეხა ადგომა თქვი. აბა ბიჭო. მოდია. კაიხე. აქედან უნდა დავეშვათ. ბიჭო, ცოტა ციცაბურ ნაკლებად რო იყოს, გაიქნება. Zipline-ის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შემდეგ სახლში დავბრუნდით. მასპინძელს დავემშვიდობეთ და გზას გავუყევით. რა უაზრო ადგილას წავიქეცი პროსტა ვერ წარმოიდგენ.
ეგ დგას ცოცხალ ფუ რამდენიმე წუთიანმა შოკმა ჩაიარა და გზა განვაგრძეთ. ხელისა და ფეხის ტკივილის გამო დამატებითი რისკის აღება არ ღირდა. ამიტომ მარშრუტი შევცვალეთ. უღელტეხილ დიპეჩუმში გადასვლაზე უარი ვთქვით და უკან იგივე გზით გავემართეთ. ასფალტის გზის დანახვა ალბათ ჯერ ასე არ გამხარებია. ცოტა შევისვენეთ, წყალი დავლიეთ, საბურავები დავბერეთ და ისევ განვაგრძეთ გზა. კი, ჩავთ. კი. აბა იბაზრე სანამ შეგიძლია. რა გჭირს, რა მოგივიდა შეჭი. ესე იგი. ჩამოვედით ზემო აჭარიდან. ძალიან რთული გზა იყო, დავიღალეთ. თითქოს ცოტა არის კილომეტრაჟი, მაგრამ რთული იყო. პატარა იაღლიშიც მოგვიდა წავიქეცი. ფეხი მტკივა, თითი მტკივა. სული მტკივა უფრო, იმიტომ რომ წავიქეცი. და იმედია რომ ჩავოთ. უფრო რომელი? უფრო სული. და ფიზიკური ტკივილი არაფერი არ არის რა. აი ეს რაღაცა შეცდომის დაშვება უფრო ტკივნეულია ვიდრე რაღაცა. ვიდრე ფეხი ან ხელი. აბა იმედია რაც უკვე მშვიდობით ჩავოთ და სერიოზული არ მაგრამ სხვანაირად არ გამოდის თავგადასავლების.
ეს გარშემო რო საჭმელები გიწყია რა თემაა. სხვა მოუწი ხوار გადახვედი. ჩემაც მაკას ვამიყიდა ოპერატორმა. ამეთქი გამლელები რა. გამლელებმა ცოტა ფული ჩავიყარეს. ხოდა ეს აუსვენ. კაი ეცმა, კაი დაისენ. გზად უკვე ტრადიციულად უტყისხევში გავჩერდით. ჩვენი საუზმე, სადილი და ვახშამიც ეხლა აქ იქნება. წინ კიდევ გრძელი და დამღლელი გზა გვქონდა, ამიტომ ძალები უნდა მოგვეკრიბა. მე ფეხი დამისივდა და მოტორბოტი როგორც სითხემ ისე იდეალურად შევავსე. ძალიან მინდოდა ფეხზე გახდა, მაგრამ შეიძლება ვეღარ ჩამეცვა. ამიტომ მთელი შინაგანი ენერგია მოვიკრიბე თვით განკურნებისთვის და მხოლოდ მხნეობას და შეუპოვრობას ვასხივებდი. Up on the hill, days go by on your windowsill, and you're standing in its shade. Raise your children tall and proud, chase away the lightning clouds until you finally get old and gray. ჩვენი ეს მოგზაურობაც დასასრულს მივახლოვდა. თავში რამდენიმე აზრი ტრიალე. პირველი ნეტა მოტეხილობა არ მქონოდა და მეორე დამეფასებინა ეს მომენტები, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა და არავინ იცის კიდევ მექნება თუ არა მსგავსი საშუალება, როდესაც მაკაცთან ერთად ზის ჩასვლისას ჰორიზონტისკენ მიექანა. Plant a flag and make a stand, and build a fence around your land, but by and by the stones will crumble down. Spend your life for what it's worth, but one day you'll return to earth and leave your DNA above the ground. So I guess you'll still be around. All the troubles that we go through in our lives, all the time we're wasting living our lives. Whoa, we're only here for a short while. Better take it with a smile and try. ჩვენი ტრადიციული გაჩერება თბილისში შემოსვლისას. ეს მოგზაურობაც წარმატებით მოვიყვანეთ. ბოლომდე ძალებს მოვიკრებთ და შემდეგი მოგზაურობის. კარგად, ძმაო.